გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ერთი ვიდეო შეხვდა ნაციონალური მოძრაობის წევრის, ყოფილი წევრის, ეხლა რაღაც ახალი პლატფორმა შეხვდა, ვითომ ნაცი აღარ არის. იონათამიშვილის, კოკი იონათამიშვილის რაღაც ვიდეო მიმართვა შემხვდა, ერთად ვნახოთ და მე ამაზე მინდა ძალიან მოკლედ გავაკეთო კომენტარი. კონცეპტო ამას საერთოდ როგორ გაპატიებს ან ჩვენი თაობა, ან ჩვენი შვილების თაობა, ან ისტორია საერთოდ. როდესაც იმ დღეებში, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანში უზარმაზარ ინვესტიციას თებს ენერგეტიკაში და ინფრასტრუქტურაში, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ ამერიკელები, ოღონდ გაიმართება მოსმენა კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში და ისაუბრებენ, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და დემოკრატია აღარ არსებობს და ადამიანის უფლებები არის ფეხქვეშ გათელილი. როდესაც იმ დღეებში, როდესაც მოკლედ ეს ახალგაზრდა კაცი ამ განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამ განცხადების სამიზნე არიან ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები, ამ ეგრეთ წოდებული ჯენზი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც გამოცდილები არიან. ამ ვიდეოში ბატონი კოკი იძახის, რომ ამერიკელებიო, ესე იგი, წარმოუდგენენ ინვესტიციას, განახორციელებენო, აპირებენო, რომ ესე იგი ინვესტიცია განახორციელონო აზერბაიჯანშიო და სასომხეთშიო ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის დარგში. ქართველებს ძალიან კარგი გამონათქვამი გვაქვს, აღდგომა და ხვალეობა, ნათქვამია და ძალიან კარგად გამოჩნდება ხვალზე, რა დიდ ინვესტიციასაც, წარმოუდგენელად დიდ ინვესტიციასაც განახორციელებენ ამერიკელები სასომხეთში და აზერბაიჯანში. ამას ძალიან კარგად ვნახავთ ჩვენ, ხო? მე ასევე კარგად მახსოვს ტრამპ-თაუერიც რო შევდებოდა ბათუმში და კიდევ ბევრი. და ასევე როგორც დღეს ამერიკელები აცხადებენ, რომ თურმე უნდა განახორციელონ მომავალში ინვესტიცია სასომხეთში და აზერბაიჯანში, 30 წლის განმავლობაში მესმოდა, რომ საქართველოს აუცილებლად ნატოს წევრი ქვეყანა უნდა გამხდარიყო და რომ აი ღია კარებში ვიდექის და არ ვიცი, აი 30 წელი გავიდა და დღეს უკვე აშკარა გახდა, რომ თურმე გვატყუებდნენ. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ უკრაინელებსაც მათ შორის. ასევე ბატონი კოკი იძახის, რომ საქართველოსშიო ადამიანის უფლებები აღარ არის დაცული. აღარ არის დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში აღარ არის ადამიანის უფლებები დაცული. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი ნაცების დროს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული იყო და აი ბატონი კოკი თუ გულწრფელია და თუ მართალი ადამიანია, გამოვიდეს და პირდაპირ თქვას, რომ საქართველოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მაშინ როცა ახალაია იყო მინისტრი და მერაბიშვილი და სააკაშვილი გახდათ პრეზიდენტი, აი ამ პირობებში საქართველოში ადამიანის უფლებები რომ დაცული იყო და რომ საქართველოში ადამიანის უფლებებს რომ პატივს სცემდნენ, გამოვიდეს და თქვას აი ამ ახალგაზრდა კაცმა. მაგრამ რატომღაც მე ეჭვება, რომ ამის გამბედაობა იყოს და გამოვიდეს და თქვას. ძალიან მარტივია სინამდვილეში ამის გაგება, ადამიანის უფლებები დაცული იყო თუ არა, ნაცების დროს თუ კოცების დროს უფრო დაცული ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები. ელემენტარული ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, სტრასბურგის გადაწყვეტილებები რომ ავიღოთ შესაძლებლად, აი აქ გამოჩნდება ძალიან დათლად, როდის იყო ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცული და როდის არა და თუნდაც საპატიმროებში გარდაცვლილი ადამიანების იმ დროს და ამათ დროს რამდენი ადამიანია გარდაცვლილი და თუნდაც ქუჩაში რამდენი ადამიანი დახვრიტა ოცნებამ და რამდენი ადამიანი დახვრიტა
ნაცებმა და ასე შემდეგ და თუნდაც სასამართლოში ნებისმიერი მუხლი რომ ავიღოთ, აი მაგალითად ნარკოტიკების მუხლით გასამართლებული ადამიანებიდან ნაცების დროს რამდენს უშვებდნენ პირდაპირ პატიმრობაში და ხოცების დროს ამ მუხლებზე პროცენტულად რამდენზე დგება საპატიმრო განაჩენი. და აი აქ ძალიან ნათლად და მარტივად დაინახავთ სინამდვილეში ის დროს უფრო დაცული ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებები. ხოცების ადვოკატი ვიღაცებს შეიძლება უგონივარ, მაგრამ ნაკლებად გამოუდგები, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან ბევრი რამე არ მომწონს რეალურად ხოცების ხელისუფლების, მაგრამ აი ამისთან უკიფარ და უსინდისო ადამიანებს რო ხედავ ხოლმე ნერვები მეშლება და სწორედ აი ამისნაირი არასწორი ტიპების ბრალია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში ქართული ოცნების ხელისუფლება ისევ ხელისუფლებაში რომ არის და საკმაოდ ისევ მყარად რომ გრძნობს თავს. დიახ, სანამ აი ამისთან რაღაცა არასწორი ტიპები და გუბაზა სამგიძეები, რაღაცა ახალაიები, გვერდიდან ჩართვებით თუ უკნიდან მიწოლებით და მოკლედ სხვანი აღარ ჩამოუყრები, სანამ აი ეს დამპალი ტიპები, პოლიტიკურად დამპალი არსებები იქნებიან ოპოზიციის ავანგარდში, მანამ იქნება ქართული ოცნების ხელისუფლება ამ ქვეყანაში. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და ფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში აუცილებლად დადგება დრო, როცა ოპოზიციაში გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქვაბით არ აქვთ ნაჭამი განავალი და რომლებიც აი დამპალი არ არიან ამ რაღაცა პოლიტიკური სიმინძვრეში არ არიან აგორავები თავით ფეხებამდე და სუფთა ხელებით გააკეთებენ პოლიტიკას და იმ შემთხვევაში თუ კი ასეთი ადამიანები გამოჩნდებიან ოპოზიციაში, აუცილებლად ქართული ოცნების ხელისუფლება დამარცხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ვიდეოში იონათამიშვილი იძახის, რომ აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნების ხელისუფლება და ვერ დაამარცხებთ თქვენ ნაცები, ვერ ამარცხებთ ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას. ფაქტია და ვერც დაამარცხებთ. ამიტომ გადეკით გვერდზე და მიეცით საშუალება ახალგაზრდა ადამიანებს, რომ სუფთა ხელებით აკეთონ სუფთა პოლიტიკა და ნუ გათხრით ხოლმე ყველას აი ამ თქვენ რაღაც დამპალ თამაშებში. ეს არის და ეს ის თქვაც მინდოდა. და ხო, კიდევ აქვე ძალიან მოკლედ დავამატებ, როგორც ახლა აი ეს ბატონი კოკი გამოხდა და აზერბაიჯანს და სასუფხეთს მისტირის ვითომ, ასე მისტიროდნენ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკოსები უკრაინას და გამოდიოდნენ და ტელევიზიებში და საუბრობდნენ იმას, რომ აი ეხლა უკრაინა რა კაი პოზიციაში არისო, როგორ მომგებიან სიტუაციაში არისო და ჩვენ რა გვეშველებაო, აი ამას იძახდნენ ხოლმე და ამტკიცებდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ უკრაინა ომს იგებდა და აი ომს რომ მოიგებდა მე უკრაინა გაბრწყინდებოდა, ნატოს წევრი გახდებოდა, ევროკავშირის წევრი და ჩვენ რა გვეშველებაო, აი ამ სისულელეს ბოდავდნენ და ყოველთვის ვიძახდი, რომ ეს ადამიანები ამ ნამუსო დედამოწმულები არიან და ფული აქვთ აღებული და იმიტომ ლაპარაკობენ ამ სისულელეს თქო, ან უბრალოდ იდიოტები არიან თქო. დღეს როცა გამოვიდნენ და პირდაპირ ამერიკელებიც და ევროპელებიც იძახიან, რომ თურმე უკრაინის ადგილი არ ყოფილა ნატოში და არც ევროკავშირში არ აღმოჩნდა, რაღაცნაირად არ იციან და ეხლა მიახტნენ და ეს უკრაინაზე აღარ საუბრობენ და აი სასუფხეთი და აზერბაიჯანი თურმე და რაღაცა ახალი სერიალი დაიწყეს. არ ვიცი, არ აღმოჩნდა ქართველი ხალხი იდიოტი ერი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ და აი ამ რაღაცა სისულელების ლაპარაკით უბრალოდ ქართული ოცნების ხელისუფლებას უხანგრძლივებთ ხელისუფლებაში ყოფნის ვადას და მეტი არაფერი
თქვენ არ შეგიძლიათ და არც გამოდივართ. ეს არის და ეს სამი და გემშვიდობებით.